გამარჯობა. მოკლედ დაგიბრუნდი ისევ სახალისო ვიდეოთი. გამომცემლობა დღეს რას გავაკეთებთ? ნუ პრინციპში თუმბერეიზე ხვეტე. დღეს გავაკეთებთ გაზიანის სპელებისგან ფერად ნაყინებს. ნუ იდეაში უნდა იყოს ფერად, მაგრამ ნახოთ როგორი გამოვა. მე პირადად გაზიანის სასმელის ნაყინი არასდროს არ გამიშინვია. ისეთ ცოტა ნაყინი გამიშინვია. არ მიყვარს ნაყინი. თან ნაყინის ვიკეთებას არ ვიცი. ხოდა რაღაც რეცეპტი მომცა ჩაჯიბიჯიმ და იმითი გავაკეთოთ. ჩემი მთავარი მიზანი არის რომ სასმელებს მაგალითად როგორც არის სპრაიტი, კოკაკოლა და ფანტა თავისი გემონური თვისება შევუნარჩუნო, მაშინ როცა მას გადავაქცევ ნაყინად. მინდა რომ მაგალითად სპრაიტის ნაყინს დაყვებოდეს რაღაცა, ანუ სპრაიტის გემო რაც არის იდეაში. კოკაკოლის გემო და ფანტას გემო. ეს ხელთმანები იმიტომ მიკეთია რომ წინაზე რომ გელაკი მქონდა ძალიან უბედურად, ახლა კიდე უფრო უბედურად მაქვს მეთონ ვიკეთებ ხუმრჩხილებს. ახლა ძალიან მეზარება საკუთარ თავზე გაკეთება პირვით. ზოგადად ისეც ვერ ვიტან. გერიფაქს აი ვეღარ ვიტან უფრო სწორად. ნუ მოკლედ მაგიტომ მიკეთი. თიმოს ხელთმანია რომელიც რაც ჩავმივიდა, ვერსად ვერ ჩავიცვი და გავიკეთე. ვერსად ვერ გავიკეთე და რაღაცნაირად მინდოდა რომ სადმე ჩამეთხიშა. ხო და აგერ გამოვჭირი ახლა მოკლედ ნახავ რეცეპტს. ეს იგი იმის რომ ჩვენ გავაკეთებთ ნაყინი, დაგჭირდება ქვაბი. მოვიტან ახლა ქვაბირძე და სახამებელი. აქ გვაქვს გრძე, მე ძროხის რძეს არ ვსვავ, იმიტომ რომ არ ვარ ბოჩოლა, მარტო ბოჩოლას ჭირდება თავისი დედის რძე. სახამებელი, რომელიც მაქვს პილკეჭაკრული, კოზი მაქვს. ანუ პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ ცივად უნდა გავხსნათ ინგრედიენტები ერთმანეთში. ქვაბს ჩავასხამთ რძეს. ამატოლა ეყოფა ალბათ. თუ არა. რაში ვაპუჭებ ამ რძეს? მერე ჩავყავთ სახამებელი. ვიდა კარაქიც უნდა მოვიწყო. ძალიან მოსახერხებელია სხვათა შორის ამ ხელთმანებით მუშაობა. ჩავყრე სახამებელს ქვაბში. მე ძალიან ბევრია, რა ბევრია. აბარა, მაგა. ჯერ გავხსნით ცივად, მაგრამ რატომაც აკურკუშელავდა. და როდესაც გაიხსნება, შემდეგ უნდა დავდგა ცხელ. შემდეგ უნდა დავდგა გაზზე. გინდა ნაყინი. პოჭო გინდა ნაყინი. ყველა სულ ნაყინს გავაკეთებ და არ შეიძლება შენთვის. ლოუჯი. არა გაიხსნა. მოკლედ ახლა ამას დავდგავ ნელ-ნელა დაბალ ცეცხლზე და როდესაც დაიწყოს მას შესქელებას, მე უკვე დავასწრდი გაცივებას და დავიწყებ ნაყინის გაკეთებას გაზიანის სასმელებით. He loves me. ფორტო. ჩუპაგადი. დამავიწყდა მე თქვა რომ იმ მასას აუცილებლად სჭირდებოდა ცხიმის დამატებაც და მე ვერ დავამატერა. ახლა გრილდება სამწუხაროდ მორევის და შეწყებს შეტყულებლების ვიდეო ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ორი ხელი მაქვს და ერთი თქვა მიჭირდა და მეორე ვულებდი. მოკლედ სანამ მიღებული მასა გაცივდება, უნდა გაცივდეს. ჩვენ გავაცალგავ ჭიქები. ამ ჭიქებში გავაკეთებ ნაყინებს, ჩამოვას. ერთი ნაყინი, ორი ნაყინი, სამი ნაყინი, 4 ნაყინი, 5 ნაყინი, 6 ნაყინი. სულ იქნება 6 განსხვავებული სასმლის ნაყინი. მოდი 3 იყოს აქეთ, 3-ც აქეთ. არ ვიცი კადრში ჩანს თუ არა, მაგრამ 3 აქეთ, 3 აქეთ რა. ეს რაღაცა, ეგიფიუსთი, ენერგეტიკი. ენერგეტიკულის ნაყინი რანაირი იქნება? ეგეთ ფანტა, არ ჩანს ხო? გავაკეთოთ უცნაური სასმელების ნაყინები. დარჩენილი მასა გაცივდა, გათბა ძალიან ცივი არ უნდა იყოს. მე მოიგონე ეგ ძალიან ცივი არ უნდა იყოს. და გავაკეთებთ რას? ამ ჭურჭელში გავაკეთებ გახსნას. ანუ მაგალითად ჯერ ამას გადმოვიღებ, გავხსნი ფანტაში და შემდეგ ჩამოვასხავ ჭიქაში, რომელსაც შევდგა მე საყიდულაში. ჯერემ გავხსნი ფანტას. გადმოვიღოთ მასა. აქ ჩანს რომ თითქოს სქელიაო, მაგრამ არ არის ძალიან სქელი. ასე დავასხათ ფანტა და გავხსნით. ფორტო. დავამატოთ ფანტა. ამასობაში სანამ ემოსურო თქვენ არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ჩავასხათ. აქაც მოვურიოთ. ფანტის ნაყინის მასა არის მზად. მოკლედ შემდეგი მოდი იყოს სპრიტ არა. კოკაკოლა. კოკაკოლას სამოვიღოთ. 1 მასა, 2 მასა, 3 მასა, 4 მასა. რა რთული ყოფილა ხელთათმანით გახსნა.
მანდა გაზრდილი რომ იყო მგონი მაგიტომაც ვერ ხსნიდი. ჯერ გავურიოთ ცოტაში. რომ კარგი მასალა მივიღოთ. კოკაკოლის ნაყინი. არ გამიგია სიმართლე გითხრა. შეიძლება არსებობს. დამწერთ კომენტარებში თუ თქვენ გაგისინჯავთ. კიდევ დავამატოთ კოკაკოლა. ამას კიდევ მოვურიოთ და კოკაკოლის იგიც მზად არის. შემდეგი ნაყინი რომელსაც გავაკეთებ ეს იქნება ენერგეტიკული სასმლის. მაინტერესებს ყველაზე მეტად მაინტერესებს როგორი გემოიქნება კოკაკოლას, ფანტას და ენერგეტიკულ სასმელს. მიბანავე. მასალაგელი ფერი აქვს, ვერ ვიტან ვერც ერთი ენერგეტიკულის ფერს. და საერთოდ რატომ აქვს ენერგეტიკულებს ეგეთი ფერი? თან ეს საერთოდ ყოველს ერთი იგივე ფერი რო აქვს. რა არის მთავარი კომპონენტი და ინგრედიენტი? მე კი მაქვს ეჭვი რაც არის, მაგრამ თან ზოგი ენერგეტიკული მუქია, ზოგი ღია. შესაბამისად მაქვს ეჭვი. ესე იგი, ფანტა, კოკაკოლა, ენერგეტიკული, დევიღალე. ამას მარტივად დავიმახსოვრებ უფერულია. დავამატოთ ცოტა მეტი. გუტი რას ჭამ? გუტი ჭამს პუშს. გუტი არის გვაჯაჯუნა ძაღლი. რომელიც ზამთარში გამოუზარდეს სახლში და აწის უშემოდის ხოლმე, ფანჯარასთან დამიყებს ხოლმე. და შემოდის. გუდია. და ფიუსტი იმდენად ნეიტრალურია თვითონ. ისედაც რომ რა ვიცი. ყველა უნდა ვაწვალო მგონი. ბარემ ჩავასხა. დემეღვარა, მაგრამ მოწმინდე. როგორი ერთგვარ რომ ჩავიდა ჭიქაში. ესე იგი ეს არის ფანტა, კოკაკოლა, ენერგეტიკული, სპრაიტი, ფიუსტი და ეს რაღაც წვენი, რომელიც არის რისი? ნარანხა, ორენჯის. მე ნაყინს აღარ გავაკეთებ არასდროს. Un jugo de naranja. ეროლარი ფორთოხლის წვენი კაცო თუ უშვები ამ ანუ მაინც ხო ქიმია და თუ ბარა მუქენი ეს პიგმენტი რა გენანება. დევიღალე. აუ კამერა გაწიეს კატებმა ლე. უგაზო სასმელები რაც იყო მაგას დავასხავ ცოტას რომ გავარჩიო, იმიტომ რომ ფერებში ყველა ერთმანეთსა გავს და არ მინდა რომ ემერიოი. მრავალი შეკვეცილია გვერდი. ახლა გადავიდეთ ცხირები ჩაჭობაზე. ასე ეს წებოვანი ლენტი გადავაკარი ზემოთ. ძაღლის ხმა იყო? ბავშვები როგორც ყოველთვის ხელს გვიშლიან მე ჩაწერაში, მაგას გადაღებაში. იმედი ამ ვიდეოს ხედავთ ბავშვები. მარა ღმერთმა გამრავლოთ. ჩვენ კართან არ უნდა იყირო არასდროს. სიახლოვეში დაახლოებით 30 მეტრი მოშორდით სუყელა. იცით ჩვენ ზოში რამდენი ბავშვები არიან? აი ძალიან ბევრი. თან დაახლოებით ყველა ერთი ასაკისა და საერთოდ ყველა არის ბიჭი. ვაფშე ყველა ბიჭია. ერთი გოგო არ არის. ანუ ამ სამეზობლოში ერთ-ერთი გოგო მე ვარ. ბავშვებო, ყოველ დღე ვახმოვანებთ. ყოველ დღე ვიდის ჩაწერა, გადაღება ჩვენ სახლში. კართან არ მოხვიდეთ არც ერთი თორე. და კიდე ფანჯარასთან არ თქვა ცუდი სიტყვები. თორე დაგდებთ. ეს არის ნაყინის ცხირები. ნუ აწი ყველაფერი ეს არის მარტო ესე იგი ფანტა. არა. ჩავჭრი. ფანტას ის მზად არის. ეს არის კოლა. ასე ენერგეტიკული. სპრაიტი. აი ძლივს მორჩი. მოკლედ ახლა ამ ყველაფერს შევალაგებ საყინულეში. დავაცდი რამდენიმე საათი და მერე გავსინჯოთ ერთად დავაგემოთ როგორი გამოვიდა რა გამოვიდა საერთოდ ღირა თუ არ ღირა თუ ტყუილო ვიცვალე და მოვიცვალე ნერვი. ნახვამდის რა. 1-2 წუთამდე. გავიდა მრავალი წამიწუთი საათი როგორც იქნა ნუ სავარაუდოდ ალბათ ახლა ჩაიყინებოდა უკვე ჩვენი ნაყინი. მოდი გამავიტანოთ და გავსინჯოთ. ნელი ნამოალაგო. თლიანად ამოვიტანო. ეს არის ფანტა, კოკაკოლა,
ეს არ მახსოვს. ენერგეტიკული სპრაიტი და ეს რაღაცა ფიუსტის წვენი რომ იყო და მეორე წვენი რომ იყო. ფანტათი დავიწყებ. როგორ მასქნა შენი აზრით? ძალიან ჩაყინული. ლაიფჰაკი ბუშოვსა. ლაიფჰაკი მდგომარეობს. ლაიფჰაკი მდებარეობს. ვაიმე რა არის აბა ეს სიტყვა რო დგას თითქოს. მდგომარეობს. ლაიფჰაკი მდგომარეობს შემდეგში. თბილ წყალში უნდა ჩამაყოფიოს. ნაყინი. ჩავაბანავე. რა მაგარია. ნახეთ როგორი ნაყინი არის ალმაცერა. რანაირად ჩავდე? გავსიჯოთ ფანტის ნაყინი. ფანტის. ვაიმე. ღმერთო რა გემრიელია. რატო ცუდი უნდა ყოფილიყო. ძალიან გემრიელია. ვერ ხვდები ბოლომდე რისი გემო აქვს, ფორთოხლის ნამცხვრი, ისოღონდ აი ფორთოხლის ჩიზკეიქის გემო აქვს. ძალიან გემრიელია. არ ველოდი, მეგონა რომ ცუდი იქნებოდა და ძალიან გამიგვირდა. 10-დან 10. გადავიდეთ კოკაკოლის ნაყინზე. მე აუცილებლად კიდევ გავაკეთებ. იგივე რეცეპტით, ოღონდ გაცილებით მეც გამოვიყენებ იმ შესქელებულ მასას, ვიდრე გამოვიყენი ახლა. ახლა მაინც პირველი იყო და ვერ გავთვალე კარგად პროპორციათან, ყველაფერი თვალის ზომით გავაკეთე. იქ ხო ეწერო 300 იქენი შვილო, ეს იქენი ჩაჯიბიჯი მითხრა, მაგრამ მე არ დავუჭერე, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ჭუით რო ვაკეთებ ყველაფერს. ესეც ასე კოკაკოლის ნაყინი. ახლა ფანტა რო გემრიელი იყო, მგონი რომ ეს გემრიელი უნდა იყოს. თუმცა გული მიგრძნობს რომ არ იქნება გემრიელი. სუნი არა აქვს. არაფრის. შენ ეს გაიქნება? არ არის ცუდი, მაგრამ ისევ ჩემი შესწომის გამო რომ პროპორციები არასწორად გადავაზავე ერთმანეთში, მაგის გემო დაეკარგა რა. გემო კი არა, რაღაცნაირად კურკუშერები დამრჩა, ამას არ მოური როგორც ჩანს კარგად. ის ძალიან კარგად იყო. იდეაში ეს გემრიელი უნდა იყოს წესით. სწორად რო გამეკეთებინა და ჩამესხა. 10-დან 6. ენერგეტიკულისას გავსიჯავ, ენერგეტიკულის ნახის გავსიჯავ. ჩემთვის ყველა ენერგეტიკული ერთია, ეს რაღაცა ბუმი ენერგიით 16 Red Bull-ი. კიდე რეებია კავისა, არ აქვს მნიშვნელობა. ყველას აქვს ერთი გემო. ერთადერთი განსხვავდება ფერით. კი არა, ზოგი მუქია, ზოგი ღია. ჯერ ეს უნდა მომეძრო. მოძრა, დეინა ხერა კარგად მოძრა. ამის ერთი ალოკვაც მოგცემთ ენერგიას. ორი ალოკვა უფრო მეტ ენერგიას. კაია. კაია. მართლა კაია. მეტი აღარ მივიდა, მაგრამ დამჯერეთ კარგია. ახლა გადავიდეთ სპრაიტის იმაზე რა ქვია, იმაზე, ნაყინზე. ვირა კარგი ლაიმის სუნი აქვს. ერთი წუთი. კარგია, ესეც ძალიან კარგია, უბრალოდ ჩემი ფავორიტი არის ფანტა. ენერგეტიკულის დამავიწყდა დამეწერა 10-დან 7 და ამას 10-დან 8. ეხლა მოდი გავსინჯოთ ფიუსტი. ეს ვიცი რომ ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ თვითონ სითხე იყო ისეაც ძალიან რაღაცნაირი. უგემური რა. ფიუსტი არ არის რაღაცა მძაფრი გემოს. ჩაი არა. არანაირი. არანაირი არაფერი. 10-დან 2. და დაგვრჩა იმ ფორთოხლის რაღაც წვენი რო იყო, მაგის. მიდი მალე მოძვერი. მალე მოძვერი. არ ძვებ, მოძვრი. 0. თამამი 0-იანი. მოკლედ ეს ვიდეოს ასე მეიწურა. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ასევე დამიტოვე კომენტარიც. კაი კომენტარი დამიტოვე. მე შემდეგ ვიდეომდა გეშვიდობები. ნახვამდის.